პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 59 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. ეს ის ოპოზიციონერები არიან, ვისაც პარლამენტისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადებით ოფიციალურად აქვთ მიმართული. საკანონმდებლო ორგანოდან თამნა ციკლაური გვერდითება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც ადგილზე დილიდან მუშაობს. თამნა, გისმენთ. დიახ, სამი ოპოზიციური გაერთიანების 44 წევრს მათ ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოიპოვა მანდატები, დღეიდან უკვე ამ მანდატების მფლობელები აღარ არიან ეს ოპოზიციონერები. ეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ცოტა ხნის წინ მმართველმა გუნდმა სესიაზე. ბუნებრივია საკითხი გამოიტანა საპროცედურო კომიტეტის წარმომადგენელმა დავით მატიკაშვილმა, რომელმაც ისაუბრა სწორედ იმ მიმართვებთან დაკავშირებით, რომელთაც ჰქონდათ ამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართული საკანონმდებლო ორგანოსათვის მანდატებზე უარის თქმის თაობაზე. რის შემდეგაც ასევე კენჭისყრამდე განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც ასევე თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დღესვე შედგა უმრავლესობის ხდომის ფორმატში მსჯელობა და საერთო ჯამში უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამჯერად უკვე შეეწყვიტათ მანდატები ამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის. მთავარ მიზეზად კი მამუკა მდინარაძემ დაასახელა ის, რომ ოპოზიცია იყენებს სწორედ მანდატების საკითხს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საკითხს საბოტაჟისათვის და რომ მათი რეალური მიზანი არ არის პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება. საბოლოო ჯამში შედგა კენჭისყრა, გადაწყვეტილება არის მიღებული. მმართველმა გუნდმა შეუწყვიტა უკვე მანდატები 59 წევრს ოპოზიციისა. საუბარი არის ლელო ძლიერი საქართველოსთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა და ასევე კოალიცია ცვლილებების წევრებისათვის. უკვე კენჭისყრის შემდეგ ასევე განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც მათ შორის გაიხსენა 2020 წლის გამოცდილება, როდესაც ქართულმა ოცნებამ არ შეუწყვიტა მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები, თუმცა თქვა, რომ ამ გამოცდილებამ აჩვენა სწორედ მათ შორის ისიც, რომ რეალურად ოპოზიცია სწორედ საბოტაჟისა და შანტაჟისათვის იყენებს ამ საკითხს. დღეს ჩატარდა უმრავლესობის ხდომა, მათ შორის ბევრი საკითხი გავიარეთ და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ეს გახლდათ და ბევრი არგუმენტი იყო როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად ჯობია თქმა იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით როგორც პლუსები, ასევე მინუსები გადაწყვეტილების მიღება სადებით შემთხვევაში აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია პირველი იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამორჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე, ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დაუშვით, როგორც წინა შემთხვევაში ეს გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და ნაცი საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, ალბათ ყველა დარწმუნებულია, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ, იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას. დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას, იმიტომ რომ მათ ავალებენ, რომ იყოს მათი ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ. ის ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, რა თქმა უნდა, მიიღებს ყოველთვის სამართლიან კონსტიტუციურ კანონიერ პასუხს ამაზე. 2020 წელს ყალბი ნარატივით, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. როდესაც გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციის მხრიდან. როდესაც გაირკვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად საქართველოს ამყოფეს როგორც 1 წელი 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ისევე შემდეგი 3 წელი მიუხედავად იმისა, რომ შემოვიდნენ, გახსოვთ თქვენ, რომ ნახევარზე მეტი სხდომებისა გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან ისე გაცდენა ჰქონდათ, არ უმუშავიათ რეალურად არც ერთი დღე პარლამენტში და ნახეთ ჩვენ, რომ იმის გამო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა შანსი, რომ მათ საკუთარი ამორჩევლის ნება წარმოედგინათ,
ამის გამო ამან გამოიწვია ის, რომ ეს შეეცადა რადიკალური ოპოზიცია, ეს ექცია პრეცედენტად და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად ხედავთ იგივე მცდელობას არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ნების უარყოფისა და ხედავთ იგივე მეთოდებს მათ შორის მანდატებზე უარის თქმის შესახებ. რა თქმა უნდა, ამას ვერ დაუშვებთ ჩვენ ქართული ხალხის სახელით, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით. 59 მანდატ შეწყვეტილ ოპოზიციონერ შორის არ არიან გიორგი კახარიას პარტიის წევრები, მათ ვინც მოიპოვა სწორედ ამ არჩევნების შედეგად მანდატები, ვინაიდან ისინი მათ არ მიუმართავთ საკანონმდებლო ორგანოსათვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა ასევე აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მას შემდეგ რაც საპარლამენტო სესიაზე დღეს მიღებული იყო გადაწყვეტილება ოპოზიციონერებისათვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე, ცოტა ხნის წინ ასევე გააკეთეს განცხადება მმართველი გუნდის 3 დეპუტატმა, ესენი არიან ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი და მათ თქვეს, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება შექმნან პარლამენტში ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფი, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, ახლა მნიშვნელოვანია სწორედ ჯანსაღი ოპონირება საკანონმდებლო ორგანოში და როგორც ილია ინჯიამ განცხადების გაკეთებისას თქვა, მათ უკვე აცნობეს ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობასაც. დღეს შეიქმნა ახალი რეალობა საქართველოს პარლამენტში. მანდატები შეუწყდათ 3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვიძებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. პარტია ევროპული სოციალისტების ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენ გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ასეთია განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ 3 დეპუტატის მხრიდან, მათ არ უსაუბრია დეტალებზე, მათ მხოლოდ თქვეს და ისაუბრეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობენ, რომ უფრო კონკრეტულად თუ როგორ ფორმით მოხდება ამ ჯგუფის ფორმირება, შემოემატება თუ არა მათ კიდევ ვინმე სხვა დეპუტატებიდან, ამაზე უკვე ისაუბრებენ მოგვიანებით. მადლობა, თამუნე ციკლაური იყო პირდაპირ ეთერში.